ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. მე ვაგრძელებ შეხვედრებს რეგიონებში. დღეს ვიმყოფები ზუგდიდში მოგესალმებით კარგად. შევხვდით ჩვენი პარტიის აქტივს. ჩვენი ოჯახის წევრებს, რომ მეთქვია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი არჩევნები ერთად გავიარეთ და მოვედით დღემდე. ძალიან დიდი გამარჯვებებით. ზუგდიდი ყოველთვის იყო, რა თქმა უნდა, ცენტრი, გამორჩეული ცენტრი საქართველოში და სწორედ ამიტომ დღეს საუბარი გქონდა ჩვენი პარტიის გეგმებზე, შემდეგ ნაბიჯებზე და ამავდროულად. ასევე მინდა თქვა, რომ ჩვენ ვისაუბრეთ და დავსახეთ გეგმები, როგორ უნდა ვიაქტიუროთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ეხლა მომდევნო 3 თვის განმავლობაში ივნისამდე მე ყველა რეგიონს მოვვლი, ამის შემდეგ მომზადებით, რომ დავიწყოთ ოფიციალურად კამპანია. ეს არის წინამოსაზრდებელი პერიოდი, ასე ვთქვათ. ჩვენ გავიხსენეთ თუ რართული მდგომარეობა იყო ზუგდიდში 2012 წელს და შემდეგ ყველა არჩევნები ჩვენი ამორჩეველი მთელი სამეგრელო სამორჩეველი და ზემოსვიანი სამორჩეველი ძალიან ღირსეულად ძლიერად ედგა პარტიას გვერდით და სწორედ მათი, აი ჩვენი ხალხის, ჩვენი ამორჩევლის მხარდაჭერით მივახციეთ ძალიან ბევრ გამარჯვებას. ეხლა ეს არჩევნები არის, რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ქვეყანაში არის სტაბილურობა, მშვიდობა, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა. თუმცა მინდა თქვა, რომ ის რისკები, რომელიც შარშან წინ და შარშან არსებობდა ქვეყნის წინაშე, მე გულისხმობ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ჩართულობას ომში და მეორე ფრონტის გადმოტანას, ეს რისკები არსად არ წასულა. მე ამ საკითხებზე ვილაპარაკე ჩვენ სამორჩეველთან, ჩვენი პარტიის აქტივთან და უთხარი, რომ რა თქმა უნდა, ქართული ოცნების გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ ერთი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ქართულმა ოცნებამ მოიტანა, მეგობრებო, და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა ბატონმა ბიზნესოვანიშვილმა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და დემოკრატია რეალურად. 2012 წელს კარგად გასულ რა მდგომარეობა იყო. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი არასოდეს არ დაბრუნდება აი იმ ტერორში და უბედურებაში, რომელიც იყო აგენტურის მიერ დამყარებული ქვეყანაში. ეს იყო ჩვენ კარგად ვნახეთ. ხალხმა ნახა თუ რა უბედურება მოუტანა უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელმა ხელისუფლებამ და ქართული ხალხის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ. ქვეყანა დაანგრიეს რეალურად, ამიტომ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება მობილიზაცია ჩვენს პარტიას. ამ მიზანს ემსახურება ჩემი ხა სიარული რეგიონებში და ასე მინდა თქვა, რომ პროპორციული არჩევნები ტარდება პირველად, ეს კი სრულად პროპორციული არჩევნები, ასევე ელექტრონულად ჩატარდება მოგეხსენებათ, აღარ იქნება მეორე ტურები, ამიტომ საჭირო არის, რომ ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. აი ეს არის ჩვენი მიზანი და მთავარი გზავნილი. ეხლა მზად ვარ, რომ გიპასუხოთ. ქრონიკა მოიპოვა ექსკლუზიურად მოიპოვა ქრონიკა. ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეზე მიყვებიან პარტიები და რასაც თბილისი პრაიდია თანხმობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ექსკლუზიურად მოპოვებული წერილის მიხედვით ირკვევა, რომ თბილისი პრაიდი აპირებს კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციებს. გაიშიფრა თუ არა ამით ოპოზიცია, რადგან მათი ქმედებები არის ასეთი, რომ არ იღებენ ისინი საჯარო განხილვებში მონაწილეობას, კომენტარს არ აკეთებენ და ნიშნავს თუ არა მათი ქმედებები, რომ ისინი აპირებენ ნამდვილად აქციების აკონებას. კი, ეხლა ოპოზიციის გაშიფრვას შეეხება. ოპოზიცია არის გაშიფრული და ყველა მათი სატელიტი ორგანიზაცია, თქვენ ახსენეთ პრაიდი. მე მინდა ჩვენს ხალხს შევახსენო. 2021 წლის ივლისში გახსოვთ მაშინ, ვინ იდგა აი ამ პროვოკაციის უკან? ხო შემახსენეთ შემთხვევით. პრაიდი. პრაიდის უკან ვინ იდგა? ორგანიზაცია სირცხვილია. ვინ იდგა სირცხვილიას უკან? რა თქმა უნდა, სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. ეს კარგად ძალიან მარტივი მოცემულობა, მეგობრებო. ყველა ამ დესტრუქციული, პროვოკაციული ქმედებების უკან და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების უკან დგას, რა თქმა უნდა, ოპოზიცია. და ვინ არის ოპოზიცია დღეს რეალურად? სხვა ოპოზიცია არ არსებობს ქვეყანაში. ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მთელი თავის დანაყოფით. თქვენ ახსენეთ პრაიდი და თქვენ ეს მოიპოვეთ ეს ინფორმაცია. მე მინდა თქვა, რომ
აი მაშინ ეს პროვოკაცია რაც დაიგეგმა ქვეყნის წინააღმდეგ ეს რა თქმა უნდა კარგად გააზრებული პროვოკაცია იყო. რა მოხდა შარშან მარტის აქციების დროს? ვინ იდგა აქციების უკან? რა თქმა უნდა ეს პროვოკაციული დესტრუქციული ძალები რომელთა უკან რა თქმა უნდა დიახაც დგას ისევ ნაციონალური მოძრაობა და მათი სატელიტები. დღეს საუბარი იმაზე რომ თითქოს რაღაც ახალი პარტია შეიქმნა, როგორ შეიძლება დაიჯეროს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა რომ ნიკა გვარამია ქმნის ახალ პარტიას მაგალითად, ან ნიკა მელია, ან გირჩი, ან არ ვიცი, ლელო ხაზარაძე. ეს ერთი ორგანიზმი მეგობრებო. თავისი დანამატებით და თავისი წანაზარდებით რომ მიტყვია. ქართული ხალხი არის ბრძენი. ქართულ ხალხს ვერ მოატყუებენ ეს დესტრუქციული მტრული ძალები. ისინი არ ემსახურებიან ქართული ხალხის ინტერესებს. მათი მიზანი იყო სხვა ქვეყნების ინტერესების შესრულება, დავალებების შესრულება. პირდაპირ გახსოვთ თქვენ 2 წლის წინ ეს ადამიანები მოუწოდებდნენ და მზად იყვნენ რომ ქვეყანა ჩაერთოთ ომში. ეს პირდაპირ გააზრებული ქმედებები იყო მათგან მომდინარე. ქვეყანაში გადმოვიტანოთ მეორე ფრონტი. ეს კოორდინირებული მოქმედებათა მთელი ჯაჭვი რომ მიტყვიან, რომლის უკან რა თქმა უნდა იდგა ასევე აი ეს დესტრუქციული ძალა. მე ამიტომ ვიმეორებ რომ ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად, რა თქმა უნდა სუფთად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს ჩვენს პრეზიდენტმა. ეს ოპოზიცია. ემა როგორ ძანდებით? კარგად, ორი ირაკლის შორის. ირაკი კობახიძე და თქვენზე საუბარი. მიმდინარეობს დაპირისპირება. ანუ ეს გამოიხატა იმაში, რა იქ მოანგრია წინ პარკს პლუს ამას რესპუბლიკური სამართლის ხელშეკრულება გაუქმდა და ასევე თქვენი კადრების შეთანხმება და თხოვნა თქონდათ რომ თქვენ კადრები და დარჩენილი. მე არ ვიცი თქონა არ ქონია უკაცრავად. არასდროს თქონას კადრების გათავისუფლებას მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ თქვენ შორის არის ეს ხარბი დაპირისპირება და ამავდროულად ამას დამიდასტურებთ თუ არა და თუ აპირებთ იმ ხარჯების გასაჯარებას, რაც ამ პარტიზე დაიხარჯა და ზოგადად თქვენ მუშაობთ პერიოდში ხალხები როგორ განიკარგებთ. საკითხი არასერიოზულია ხა. კიდე დავიწყოთ. არასერიოზული თემა ობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო, საერთოდ არ მისცემს, მაგრამ ამის გასაგები მე ასე საზოგადოებისთვის კარგი, მაშინ კარგი, მაშინ დაშინებული ხო იყო. დასამსახურება ახლა მისი აღება და გადაიხადა. ხარისხენი იყო და ლამაზი იყო, მაგრამ მე სხვა რამე მინდა თქვა. მე საერთოდ შემდეგ ძალიან მარტივად ვიპასუხე. არ ვიცი, მაგაზე თავრობის მეთაური თავად განმარტავს ალბათ, მაგრამ ძალიან მარტივად გეტყვით რომ ეხა ისე საკითხის დაყენება ისე რომ გეტყვით კი ბატონო. გავიგე, მაცადეთ ეხა, გავიგე, განსადეს საუბარი ესე იგი. საკითხის დასმა ისე რომ ვინაიდან ესე იგი ირაკი კობახიძემ გადაწყვიტა და არ ვიცი ხა ობეზე რატომ ვილაპარაკო ხალხი უხერხულია, უბრალოდ სირცხვილია. მას მაშინ გამას განმარტავს თავად ბატონი ირაკი კობახიძე, მიმართეთ მას და განმარტებას გააკეთეთ. მე მაშინ ძალიან მარტივად არის საკითხები, რომელიც ხდება რა თქმა უნდა იგივე დაცვის სამსახურების და სპეცსამსახურების და პოლიციის რეკომენდაციების მიხედვით. დამისახილეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური არა მომისმით ერთ წუთი დამთავრებული. დამისახილეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ასე ვთქვათ, ობის გარეშე შენობაში. თავარი მიზანი და мотиваცია, როცა მე თავის დროზე გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, ეს იყო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. და რატო? აი ეს დესტრუქციული ძალები, რომელიც გახსოვთ, რომ პირდაპირ ჩვენს გმირ პოლიციელებს როგორ შეურაცხყოფდნენ. გახსოვთ თქვენ კანცელარიის წინ ხან აღარ გავიმეორებ, ქვილი დააყარეს, ხან საღებავი შეასხეს და ჩვენს თანამშრომლებს, კანცელარიის თანამშრომლებს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს როგორ აწუხებდნენ. შიგნით შევარდებოდნენ ყოველგვარი საშვების გარეშე და აწყობდნენ ობსტრუქციას, დესტრუქციას და საშინელებებს ჩადიოდნენ. ძალიან, რა თქმა უნდა, გააზრებული იყო. არ ვიცი, დანარჩენზე ხა მთავრობის მეთაური გააკეთეს კომენტარი. არავის არის დაპირისპირება, არასდროს მე მინდა გითხრათ შენ. პრეზიდენტმა ვეტო დაადო. თავარი მინდა გითხრათ რა. პრემიერ-მინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს კონსტიტუციით, კანონით, რა თქმა უნდა. რას ნიშნავს ჩემი კადრები? თუ მაგალითად მე გავიმეორე წინაზე და ახალს გავიმეორე. ძალიან ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს. აქ არაფერი ახალად განსაკუთრებული არ ხდება. ირაკი კობახიძე არ არის, რა თქმა უნდა, ვალდებული რომ ჩემს მიერ დანიშნულ მინისტრთან იმუშაოს. მას თუ განსხვავებული ხედვა აქვს და გამოვლინდა კიდევაც რესპუბლიკაზე ასე უყურებს, თქვენ ხარ ვიცი ხან ყობეზე მელაპარაკო, მაგრამ არ მინდა მაგ თემაზე ვილაპარაკო. ამაზეც გამოჩნდა რომ განსხვავებული ხედვა აქვს. ეს ნორმალურია. ჩვენ
ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები. მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ არის ირაკლი ყობახიძე. ნორმალურია, მას რო სხვა აზრი ჰქონდეს, ნორმალურია. არანორმალური იქნებოდა რომ ყველაფერში ერთ და იგივე აზრი ჰქონდეს. ბატონო ირაკლი. აბა შემდეგ. ჯანდაცვის ერთი წუთი საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსს. ხომ არ ნიშნავს ეს რომ წინა საარჩევნოდ ხდება ზეწოლა საარჩევნო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე და პრეზიდენტზე მეორე კითხვაც მაქვს რომ ხელი არ შეუშალო მეგობრებს. პრეზიდენტმა მოუწოდა რომ თავისი ხოლგის ქვეშ გააერთიანოს ოპოზიცია და რას ნიშნავს ეს თქვენ რას ფიქრობთ რა კომენტარს გააკეთებთ? მე მგონი ყოველ კვირა ვისაუბრო მე კონსტიტუციის დამრუგ პრეზიდენტზე ადამიანზე მე მგონი არასწორია. მე ერთი რამ მინდა კიდევ ერთი გავამეორო. სამწუხაროდ და საუბედუროდ საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან რომ მიტყვიან. ადამიანი რომელსაც ალბათ წარმოდგენაც კი არ შეეძლო და უცნებაც კი არ შეეძლო იგი გახდებოდა პრეზიდენტი. ასეთი ადამიანი რომლის რეიტინგი იყო 1% დაახლოებით. მოგიდა ხელი ქართულ მოწნებამ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და დასვეს პრეზიდენტად. და რამდენიმე წელიწად ჩვენ ვხედავთ როგორ არის ჩართული სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ აი დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის ასე ვთქვათ პოლიტიკაში და ფერხლში პირდაპირ მათთან კოორდინაციაში. სამწუხაროა ძალიან, მაგრამ ქართული ხალხი გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას ძალიან მალე. ძალიან მალე დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილის ვადა პრეზიდენტობის. ქართული ხალხი რა თქმა უნდა შესაბამის ასე ვთქვათ დასკვნას გააკეთებს მის მოღვაწეობას. ზურაბიშვილის წარმომადგენელი მაია კოპალიშვილი შეუერთდა და ნიკა გვარამიას პარტიას. აი თემარო გავაგრძელოთ რა შეაფასებთ. აი ნახეთ, მორიგი ფაქტი. ერთი მაია კოპალიშვილი იყო, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ნაცმოძრაობის წევრი. იგი იყო დანიშნული პარტიული ადამიანი იყო, როგორც მახსოვს და რა თქმა უნდა, მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ისინი არიან სინქრონში ერთად მუშაობენ შეთანხმებულად. სამწუხაროდ დასია. ჯანდაცვის მინისტრის შერჩევის პროცესში იყავით თუ არა ჩართული და ის რა არის? მე ვარ არ ვიცი. თუ არის ამ პირობებში საუბარი თუ უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს საკადრო საკითხებს. მე არ ვერევი. საპატიო პარტიის საპატიო ერთი წუთი რა. თქვენ არიყავით თავრობის საკითხებში მე მინდა კიდევ ერთი გავმარტო და აღარ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. თავრობის საკითხებში მე აღარ ვერევი. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. ბატონო კოპალიძე ვსვა რომ საპატიო თავმჯდომარე იყო ჩართული და თქვენ რატო არიყავით პარტიის თავმჯდომარე ჩართული ამას გეკითხები. ისიც რა არის? საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინემანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ჩვენი პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მე ვარ მასწავლებელი პარტიის მუშაობაზე და რა თქმა უნდა ჩემი ასე ვთქვათ მთავარი მისია არის მოვიარო რეგიონები და პარტია მომზადოთ არჩევნებისთვის. ამ საკითხებში არ ერთვები. არა, თავრობის საკითხებში აღარ ვერთვები. ეს კონფერენცია და ჯავდებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არის მაღალ ეშელონებში წარმოდგენილი. ამას როგორ შეაფასებთ, იმიტომ რომ სხვა შეფასება აქვს, თქვათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ბუნდესტაგში. გასაგებია ხე. ძალიან ბევრი კრიმინალი სამწუხაროდ გადაადგილდება თავისუფლად ევროპის ქვეყნებში და სხვაგან. სამწუხაროა მაგალითად იგივე ხა ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი გეზერაშვილი, რომელიც ხილებული არის ასე ვთქვათ ძალიან დიდი საუკუნის ძარცვის სქემაში არ არის არათუ დაკავებული, არამედ იგი თავისუფლად გადაადგილდება მთელს ევროპაში. ეს ხო არანორმალურია. სამწუხაროდ ალბათ იმედი მინდა გამოთქვა, რომ ალბათ ევროპის შესაბამის სამსახურები შესაბამის დროს გააკეთებენ რეაგირებას. საუკუნის ძარცვაზე საუბრობს ხალხი აგერ საპროტესტო აქციითო დახვდნენ და მას რას უპასუხებთ? საპროტესტო აქცია. ტელეკომპანია ფორმულადან და რას უპასუხებთ იმ ხალხს, ვინც საუკუნის ძარცვაზე გარეთ საუბრობს? რას ემსახურება ეს იგი, კარგი, რადგანაც ეხა ჩემ პერიოდს ეხება, რაც შეეხება ფასების ზრდას. გაასაჯერებ თუ არა, აი თქვენი პრემიერობის პერიოდში რა ხარჯები, ემა. ყველაფერი არის გამჭვირვალე, არაფერი დამანული არ არის და არც დაიმალება. ესე იგი, რაც შეეხება ფასებს და ინფლაციის საკითხებს. აი ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს და ჩემი ძალისხმევით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით, ჩვენ შევძელით ჩან ინფლაციის მკვეთრი კლება. მაშინ როცა ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნე ინფლაცია
მთელს ევროპაში და დიდი გამოწვევა იყო ფასები და ზოგადად ინფლაციური საკითხები, ტენდენციები, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ დავწიეთ ფასები. გასულ მთელი კამპანია. ჯერ მარტო მედიკამენტებზე დაიწია ფასები 40-60%-ით. შედეგად 400 მილიონი ლარის ეკონომია ნახა ხალხმა. ფასები ჩვენ დავწიეთ სრულსაძე პროდუქტებზე. შარშა მქონდა მთელი კამპანიამს დაკავშირებით და შედეგად მივიღეთ ის, რომ წლის ბოლოს ინფლაცია 2%-ზე, ანუ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა იყო ჩამოსული. ამიტომ ეს ყველაფერი გავიგე, სადაც შეიძლება უფრო იაფია, ამაზე მთავრობამ გააგრძელოს მუშაობა და დარწმუნებული ასევე გააგრძელებენ ამ საკითხებზე მუშაობას. ეხლა აი სა ძალიან დავიჩაგრე და უნდა